თავთ ნატა შენთვის რა მარტივია იმიტომ რომ იცი როგორი იყო ის ძველი ნუ რა გითხრა ვიციზე თავს არ დავდებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ პერსონაჟის შექმნის დროს მომიწია რომ შემესწავლა და რაღაცნაირად მიმემსგავსებინა და მივახლოვებოდი იმ ეპოქას რასაც მე-19 საუკუნე სწორედ ტიფლისზე ვსაუბრობდი და ამბობდი რომ როდესაც აი ეს კოსტიუმი მაცვია თითქოს დროში ვიწყებ მოგზაურობას და სხვანაირად ხსნობ თავსო. ახლა მეც სწორედ აი ეს მომენტი მაქვს, ამას განვიცდი. თითქოს რაღაცა ჯოჯდომის სტილიც განსხვავებულია, როდესაც ასეთ მე აბსოლუტურად გავამართლე ჩემი ყაჩაღური სული. ნინო რა სიტყვა? კოსტიუმი მართლაც განსაზღვრავს მდგომარეობას. ნამდვილად და იმ განწყობას გიქმნის, რომ მართლაც ხარ რაღაცა ძველ საუკუნეში და რაც კიდევ რომ სხვანაირად მოიქცე, სხვანაირად ილაპარაკო და რაღაც სხვანაირად ნამდვილად ხოლმე რომ გვინდა გავექცეთ რეალობას, ყოველდღიურ რუტინას და რადისონ ბლუ ივერია არაჩვეულებრივ შანსს გვთავაზობს, რომ ახალი წლის ღამეს მით უმეტეს ჯადოსნური მოგზაურობა მოვიწყოთ თან წარსულში და ეგრეთ წოდებულ ტიფლისის წვეულებაზე გვეპატიჟება ხომ? აი ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ნინა ასათიანი, გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი და სალომე წოწორია, PR-ისა და მარკეტინგის მენეჯერი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, საიდან გაჩნდა იდეა? მე მოგიყვებით. ესე იგი სადღაც ოქტომბრის შუას ვიწყებთ ხოლმე უკვე ფიქს რა გავაკეთოთ ახალ წელს. ანუ ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ რომ რაღაც ასეთი სიახლე და კარგ საინტერესო შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს. მაგრამ წელს რატომღაც ესე ვიყავი რომ რაღაცა აი გავაკეთეთ ბრაზილიური ხო აი რაღაცა სხვანაირი იმიტომ რომ იყო ბრაზილიური იყო რუსული იყო არ ვიცი სხვადასხვანაირი ახალი წელი და რაღაცა მინდოდა სხვა სულ ვცდილობთ ნუ სულ ვცდილობთ რომ ეს რაღაცა კრეატიული ყოფილიყო ზივართ და ჩემი დეპარტამენტთან ერთად გოგოები ერთი ახალგაზრდა ბიჭი ყავს და ნუ მოკეთ რა გავაკეთოთ რა მოკეთ თბილისი ტიფლისი ძველი 19 რაღაცა ესე მესიჯები ისო და უცბად ხარ და ნუ ჯერ ჩამოყალიბდით რომ მოდი ძველი თბილისი რაღაცა წარმოვიდგენ ჩვენი პარკინგის ადგილი რაღაცა ეტლები და ესე ნეონელა ტიფლისი და რომელიღაცა მართლა არ მახსოვს რომელმა ჩემმა თანამშრომელმა უცბად ვაიმე ტიფლისი სერიალი უცბად იმიტომ ჩვენ სასტუმროს წინ არის დიდი ბანერი ტიფლისი და დილას მივდივართ სულ ხედავ და აი ესე გაჩნდა უცბად და ჩემს კაბინეტში ოთახში სადაც ვიჯექით უცბად ის რაღაცა ენერგეტიკა შეიქმნა უცბად რაღაც გაგვიხარდა ყველას რომ გაჩნდა იდეა ეს იყო 15-20 წუთიანი ასე ვთქვათ ფიქრი რაღაც გაჩნდა რომ ახლა ტექნიკურად როგორ მოხდა მე დანარჩენი უკვე სალომე მოყვება იმიტომ რომ მისი შესრულებულია სალომე შენელს შეასრულებდა როლს მე მგონი ტიფლისში ნამდვილად რატისონში მე როგორც ვიცი უკვე მიმდინარეობს მზადება ახალი წლის საღამოსთვის ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა და თავად დაათვალიერა რა და როგორ იქნება მოდით ახლა ერთად ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ დავუბრუნდებით განვაგრძობთ საუბარს სტუმრებთან სასტუმრო რადისონმა გადაწყვიტა გაეკეთებინა განსხვავებული ახალწლ წვეულება. ამიტომ ვიფიქრეთ კონცეფციაზე ძალიან ბევრი რა გავაკეთებინა და ცუდი არ იქნებოდა გზაურობა წარსულში. მაგალითად მე-19 საუკუნეში, როდესაც ტიფლისში ჯერ კიდევ მოძრაობდნენ ეტლებით, მანდილოსნები იმოსებოდნენ ფართო შრიალა კაბებით და მამაკაცებს ეცვათ სმოკინგები. ეს ყველაფერი ერთად აღებული ძალიან კარგად არის ასახული GDS-ის სერიალ ტიფლისში. ამიტომ ვიფიქრეთ ეს ჩვენი იდეა გაგვეზიარებინა ტიფლისის შემოქმედებითი ჯგუფისთვის და შემდგომ უკვე გაგვეკეთებინა ერთად საერთო წვეულება. მათი თანხმობაც და დაინტერესებაც მოყავ ყველაფერს შესაბამისად აქედან შეიქმნა ტიფლის პარტიის იდეა. ყველას უნდა ეცვას მე-19 საუკუნის შესაძერისად. აქ მოსულ სტუმრებს აუცილებლად შემოსასვლელში დახვდებათ ძალიან ლამაზად გაფორმებული ეტლი, ტიფლისის საუნდტრეკებს მოისმენენ და მისასალმებელი კოქტეილები იქნება, რაც უკვე შექმნის განწყობას ტიფლისურს, მაგრამ უკვე ყველაზე მთავარი სიურპრიზი იქნება დიდი ბოლრუმი, რომელიც იქნება გაფორმებული თავიდან ბოლომდე ძველებური დარბაზის სტილში, სარკეებით
დეტალით და თითოეული დეტალი მაგიდის შანდლიდან დაწყებული მინიმალურ დეტალამდე იქნება გაფორმებული ძველებულ სტილში. პირველი საათიდან დაუკრავს ჩვენთან ბენდი, ფრანი და სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩვენთან ჩამოვა სალიო DJ-სთან ერთად და იმღერებს ექსკლუზიურ სიმღერებს. გვექნება სანთლები, შუქი არ იქნება. დარბაზში ვაპირებთ პანოების გაკეთებას, თბილისური ფოიეების სტილში მოხატული პანოების გაკეთებას, ასევე სარკეები ან ტიხრებს და რა თქმა უნდა ბარხატს ძველებურ მძიმე ფერებში, ამ გრანდიოზულს გულისხმობ. მაგ გაკეთდება აივნები ძველებურ სტილში, ასევე გადმოვა პირველი სეზონიდან ბორდელის, ძველი თბილისური ბორდელის თემა. ერთ სეზონს უყურე ერთ ღამეში. იმდენად საინტერესო იყო და ყველაზე ძალიან რაც მომეწონა იყო ის, რომ ყურების დროს მოგზაურობ მე-19 საუკუნის თბილისში მართლა რა ქუჩებში, რაღაცა ხაზგასმული კულტურა, ყველაფერი იმდენად ემოციური იყო, რომ არ ვიცი, ძალიან მომეწონა. ფიქრობ, რომ ესეთი ფილმი მართლა არ გადაუღიათ ჯერ საქართველოში და გადავწყვიტე, რომ რეალურად ვიმოგზაურო მე-19 საუკუნის თბილისში. აი ამ ესეთი ძალიან ლამაზი კოსტიუმით. მგონია, რომ ნამდვილად კომფორტულად ვიგრძნობ თავს მე-19 საუკუნის გარემოში და ნახოთ, GDS და Redison-ი გვპირდება ძალიან მაგარ საღამოს. დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება. საღამოს შეთვის. Ჭამოდი ელენა. ამ საღამოს შენი ოჯახის მეგობრები უნდა გაგაცნო. განსაკუთრებულად მომწონს ქეთევან ორბელიანი. პირველ რიგში, იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში ვგიჟდები ამ ადამიანზე, ვფიქრობ, რომ არის უნიჭიერესი და ფილმიდანაც ჩანს. არის ძალიან არისტოკრატული, დახვეწილი, ძალიან უხდება თავის როლს და გადასარევად ასრულებს. იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ მე-19 საუკუნეში იმოგზაურონ და ეს მოგზაურობა განსაკუთრებით მოახლოებულ ახალ წელს დაუკავშირონ, შეუძლიათ Redison-ის საახალწლო წვეულებაზე წავიდნენ და ისევ როგორც ტიფლისის მოვლენები მიმდინარეობს მე-19 საუკუნეში, მათი 2016 წელი მე-19 საუკუნის ტიფლისში შედგება. ძალიან მომინდა იყოფნა. მოკლედ სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს და ალბათ მოგეთყვის რა ფაზაშია ეხა კონკრეტულად, ხო? კი, ჩვენ უკვე დავიწყეთ დეკორაციების შერჩევა, აწყობა. ტიფლისის მხატვრები გვეხმარებიან ჩვენ იმისთვის, რომ დეკორაციები ზუსტად გავთვალოთ, რა იქნება და როგორ იქნება. დარბაზი იქნება მთლიანად სარკეებით გაწყობილი, იქ არის სხვადასხვა დეკორაციები, ფარდები იქნება, ბარხატის. იქნება და ალბათ ყველაზე რთული და საინტერესო პროცესი, ხომ, რომ მაქსიმალურად გარემოთ დაემსგავსოს იმ ეპოქას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მთლიან გარემოს რეალურად ქმნის დეკორაცია. ამიტომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, როგორი იქნებოდა. ამიტომ აუცილებლად ჩავერთეთ ტიფლისის მხატვრები იმისთვის, რომ კი, რომ შეგვექმნა ეს დეკორაციები, ამიტომ ყველაფერი ნელ-ნელა მზადდება და დარწმუნებულები ვართ, რომ ზუსტად იქნება ყველაფერი ისე, როგორც ტიფლის შეეფერება, თავისი მაგიდების გაწყობით, შანდლებით, პატარა ნიუანსებიც კი გათვლილი გვაქვს, რომ ყველაფერი იყოს ეს მე-19 საუკუნის გასაგები. და სტუმრები უნდა მოვიდნენ ალბათ გამოწყობილი უფრო ეპოქის დასაცვლით. გონია ისეთი ატმოსფერო იქნება შექმნილი, რომ აი ყოველს მოუნდება, რომ ჩასმულ შესაბამისად იყოს. იმიტომ რომ თუ გინდა განიცადო მოხდე მე-19 საუკუნეში, შესაბამისად ალბათ უნდა იყოს კოსტიუმი. ეს გვინც უკოსტიუმოთ ის უბრალოდ ტიპლის შეხედავს როგორც ტელევიზორიდან და აქ გახდება მონაწილე. არ ვიგრძნობს თავს კომფორტულად დარწმუნებული. მოთხოვნა არის ან ერთი ლირიკული და ძალიან მნიშვნელოვანი გადახვევა მინდა გავაკეთოთ. ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობდით ამ ხის განმავლობაში ვიზა ლიბერალიზაციაზე. დიდხანს ველოდებოდით. და მე მგონი დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ საქართველო მართლაც გაიმარჯვა, თამამად შეიძლება ითქვას. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გუშინ გვიან საღამოს ჰქონდა საუბარი მას ევროკავშირში და მინდა ყველას კი საზოგადოებას ვუთხრა, რომ ევროკავშირის ანგარიში გამოქვეყნდება დღეს, სადაც საქართველოს
საქართველოსთან მიმართებით არის პოზიტიური დასკვნა. ეს არის მართლა მე მგონი ყველაზე დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. არის ესეთი ვებგვერდი Time and Date. ეს ნიშნავს, რომ ყველა მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება ამ ვებგვერდზე და სწორედ არის მინიშნებული ინფორმაცია ევროკავშირისა და უკუსვა არის, უკუ 10 არის დაწყებული, ეგრეთ წოდებული countdown-ი და 10 Georgia EU Visa Progress Report-ი, ასე შეგიძლიათ ნახოთ. სულ 9 წუთი არის დარჩენილი იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდეს და ჩვენ ვიზა იმოთ ეს ვიზა ლიბერალიზაცია. ეხლა ხო არის down count-ი, ხო? კი ბატონო. როგორც კი ეს შეძღება, ეს 9 წუთი გავა, იქნება up count-ი, იმიტომ რომ უკვე ჩვენ ვიქნებით ასოცირების ხელშეკრულების ლიბერალიზაციის ევროპის ამ ლიბერალიზაციის ისე ვიხარა რომ ვლაპარაკო. ერთწლიანი მუშაობის შედეგად კი, შარშან დეკემბერში დაიძრა ეს. რამდენ ხანია ყველა ველოდებით. კი, და მე მგონი როგორც ხვდები, ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე რატიფიცირება მოხდა სწორედ გასული წლის 18 დეკემბერს და 1 წლის შემდეგ შედეგი დაიდო საქართველოს მიიღო ლიბერალიზაცია და ის აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაახლოებით 2 საათისთვის გააკეთებს საგანგებო განცხადებას ამ თემასთან დაკავშირებით. და მე მგონი ეს ის შემთხვევა, როდესაც ჩვენც უნდა მივულოცოთ ჩვენს ტელემოყურებელს და პრემიერ-მინისტრის ბუნებრივია მთელ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს მიულოცავს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს. დავუბრუნდეთ, მოდი ახლა ისევ ევროპულ თემებს. ევროპულ თემებს ნამდვილად. ევროპულ თბილისზე მე-19 საუკუნე. ხო, ნუ კოსტიუმებზე საუბრობდით და ვთქვით, რომ არის დრეს-კოდი, სასურველია კი არა და სავალდებულოა ყველა მოვიდეს იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი კოსტიუმით, იმიტომ რომ ის გარემო, რასაც თქვენ დაახვედროთ მოსულ სტუმრებს, ახლა ჩვეულებრივ რაღაც ყოველდღიურ და ისეც თუნდაც სახალხო ჩაცმულობას ვერ აიტანს ნამდვილად. და მე მგონია რომ ქალბატონების განსაკუთრებით ძალიან ის სიამოვნება, იმიტომ რომ მაგ დროისთვის ძალიან ქალური იყო მე ალბათ მეთახოთ გიყურებთ ეს კაცური სხვადასხვა. და ხო, ანუ მამაკაცურიც მაშინ შოხატონ, ძალიან მამაკაცური მგონია რომ ახალ წელთან ასოცირდება ეს გრძელი რაღაცა შრიალა კაბები, კორსეტული კაბები, რომ მაგ დროს ზეგავლენა ქონდა ძალიან პარიზში და ეს ქართველი არისტოკრატია დადიოდა პარიზში, აქედან გამომდინარე იქიდან ჩამოქონდათ ეს ტენდენციები და მაგ ეპოქაში და მაგ პერიოდში იყო ეს ეროვნული სამოსიც იყო უბრალოდ ცოტა ინტეგრირებული ევროპულ მოდასთან, ხო? კი, იყო ესეც და აი ეს ინტელიგენცია, რომელიც აი პარიზში სწავლობდა პეტერბურგში და ასე შემდეგ. თავად აზნაურობა მაინც ევროპულად კი, და ევროპული ატელიეებში მაშინ არ იყო ეს ბრენდები და ატელიებში იკერებოდა. მე მინდა გაგიმხილოთ ახლა ჩვენ ვაპირებთ სოციალურ მედიაზე ალბათ დაახლოებით რამოდენიმე დღეში დავდოთ დაახლოებულად ეს ადამიანები ვინც ემზადებიან ჩვენი ღონისძიებაზე მოსასვლელად აი ზუსტად ეს მიმართულებები აი რაც ახლა ნინომ ეს მოკლედ მოყვა როგორ მიმართულებები რა ის მაინც რომ არ დაიბნეს ხალხი ეს უნდა იყოს აუცილებლად ტრადიციული ქართული რომ არ უნდა იყოს მაინც რომ ცოტა შეიძლება რამოდენიმე კითხვა დაის ეპოქალური უნდა იყოს ეპოქალური თუმცა შეიძლება იყოს ვამბობ ქალაქური ნაციონალური სამოსის ელემენტებით იმ პერიოდში ნამდვილად ევროპული მოდელი ქართულ ტრანსპორტს უფრო ევროპულს. მე გეტყვით ჩემოსაზრება საერთოდ ანუ ბევრს კი გაუჩნდა კითხვა ზუსტად ცოტა დაბნეულობას იწვევს რა უნდა ჩაიცოთ ფართო კაბები დღეს იმდენად ანუ თანამედროვე მოდაშიც ვინტაჟური სტილი იმდენად მოდაშია რომ შეიძლება მაინც და მაინც ზუსტად აი გაშლილი კაბა არ ჩაიცვა მაგრამ ჩაიცვა რაღაც დახვეწილი სწორი კაბა რომელიც ვინტაჟური სტილის იქნება და დავუმატო რაღაც ისეთი ელემენტი რომელიც თავიდან ბოლომდე შეკრავს ამ ლუქსს. ახლა ახალი წელია და ნადიმს და ესეთ რაღაც დიდ ღონისძიებას და ალბათ კოსტიუმით შესაბამისი უნდა იყოს. რა თქმა უნდა მე წარმოვიდგენია უფრო დიდი. მასკარადია თავისუფალია ყველა არჩევანში. რა თქმა უნდა უბრალოდ არ უნდა ყოველდღიური casual სტილი ხო? მე ურჩევდი სხვადასხვა კიდევ ერთხელ YouTube-ზე შესულიყო ნახათ ტიბლისის სერიები ასე რომ ძალიან მარტივად აირჩევდნენ კოსტიუმებს. განსაკუთრებით ბოლო სერია. საინტერესო. ნატო შენ ყველაზე მეტად ალბათ გეცოდინება იმ დროს იმ ეპოქის აქსესუარები როგორი იყო. იმიტომ რომ აი აქსესუარებით შეიძლება გავამდიდროთ და რაღაცა მნიშვნელოვანი დეტალი შევძინოთ ჩვენ სამოს. თავსაბურავები და ვუალები იყო აქტუალური არა ნინო? კი, ძალიან აქტუალური იყო. კი, იმიტომ რომ იმ ვუალით და თავსაბურავით შეიძლება თუნდაც სრულიად სადა და ისეთი კაბა უკვე შემიძლია კითხო ნატო ალბათ ესეთ ბალმასკარაძე ჩემნაირ ჩასული არ მოხდებოდა ხო? ეს უფრო ყაჩაღის თანსაცმელია. რა გასცეთ პასუხი. არა, როგორ აუცილებლად თქვენ უკვე აკეთებთ. ძალიან სწორად ჯდებით დრესკოჩი შეგიძლიათ პირდაპირ მომზადეთ ესე. ასევე საინტერესოა რა ტიპის იქნება ეს საღამო. იქნება გათამაშებები, იმიტომ რომ ბუნებრივია სტუმარს სჭირდება რაღაცა ერთგვარი შოუ პროგრამა.
რას ნახავს იქ მისული მაყურებელი და სტუმრები? მაყურებელი პირველ რიგში ნახავს, იქნება რა თქმა უნდა ბენდი ფრანი გვეყოლება, რომელიც რა თქმა უნდა კი იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ხო არ იქნება რაღაცა ტიფლისური ძველებური რაღაცნაირი მუსიკა, რომელიც შეეფერება უშუალოდ 19 საუკუნეს, მაგრამ არა, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წელია, მაინც ყველას ცეკვა და გართობა უნდა, რაც არ უნდა იყოს, ხო? რაღაც პერიოდი შეიძლება ესეთი მუსიკა გესიამოვნოს, მაგრამ მაინც 31 დეკემბერია, მაინც ახალი წელია, მაინც ყველას უნდა ცეკვა და გართობა და მხიარულება, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოვიწიოთ ფრანი, რომელსაც ექნება სპეციალური საახალწლო რეპერტუარი და შემდეგ უკვე გვეყოლება ჯგუფი სალიო DJ-სთან ერთად, რომელიც ნამდვილად ყველასთვის ძალიან საყვარელი არის. ცოტა ჩუხებში ხაებას ფიქრობდი, წარმოვიდგინე ცოტა DJ-ის მუსიკაზე. ჩვენ არა, ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ მაინც საბოლოოდ თქვენ როგორ გესახებათ, ხო, წვეულებისთვის და იმისთვის, რომ ახალი წელი ყველამ აღნიშნოს და იმხიარულოს, მაშინ მაინც ჭირდება გასართობი მუსიკა რა. რაც ვიტყოდი, რომ შეიძლება გაკეთდეს ეს მასკარა, რომელსაც ვინც აპირებს შემდეგ ამ ახალ წელს მოსვლას, სადაც ის მუსიკა იქნება, რომელიც იმ ეპოქაში იყო, ერთი წელი უნდა ივარჯიშოს ვარსებში. რა თქმა უნდა. რაღაცეებში და ასე რომ გასაგებია აბსოლუტურად. რაღაცა ღონისძიების ბოლოსკენ ალბათ უფრო დავბრუნდებით ისე 21 საუკუნეში. რა თქმა უნდა. ყველა ხიარულებით, ცეკვით და ასე შემდეგ. არა, ეს აბსოლუტურად გასაგებია. სხვათა შორის მინდა გავიხსენო თუ არის დრო საეთერო პატარა. ძალიან ბევრი წლის წინ პარიზში ვარ და ძალიან ცნობილ night club-ში იყო წვეულება. ძალიან 30 წლის წინ და რა ჩავიცოთ, არ ვიცოდი და კოსტიუმები უცებრო პარიზში ყო და იქ ხო არიან ჩვენი ძველი ემიგრანტები რა. იმათ ყველას აქვს ეს პატარა ანსამბლები ქართული ცეკვის და გვათხოვეს ჩოხები და ჩიხტიკობები ქალებს და თელი კლუბი გვიყურებდა ჩვენთან, ხანჯლით შევედა ცოტა ბოდიგარდი იყო შეშინებული ფერის კონტროლით. და აი მართლა ყველას ყურადღება იყო ჩვენს მიმართ. შეგვიშვის ხანჯლები ჩამოვართოს მართალია? შენ შემთხვევაშიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ხანჯლებით ვერ შემოყვოთ. უსაფრთხოება მართლა ულამაზესია ქართული ტანსაცმელი, ტრადიციული და ისეთი დეტალები აქვს დაუშვათ ახლა უკვე დიზაინის თვალსაზრისით ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც ვნახოთ ძველი ნამუშევრები მართლა საოცრებაა რა და ხანჯლებით ვერ შევოთ, მაგრამ კოქტეილებით დახვდებით მასულ სტუმრებს, რამდენადაც ვიცი, რომ საგანგებოა საახალწლო შეფერილობა და შემადგენლობა ექნება კოქტეილს. არა, ხო, არ იქნება კოქტეილი, ეს იქნება, არ მინდა რეკლამაში ჩამეთვალოს, ამიტომ სახელს არ დავასახელებ, ცნობილი ქართული კომპანიის ბრენდი იქნება, ჩამოსხმა X-ო შესაბამისად არ იქნება ეს კოქტეილი. არ არის ძნელი. X-ო რო ითქვა გასაგებია. შესაბამისად თან შესაძლოა იქნება ეტლი, იქნება დეკორაცია ასევე გაკეთებული შესაძლოა ტიფლისის საუნდტრეკები იქნება ჩართული, რომ როდესაც შემოვა ადამიანი უკვე ჩვენთან ფოტოშოპის კომპანიის სახელიც ძალიან იმ ეპოქასთან ახლოს არის. ახლოს არის, კი ბატონო. ძალიან ხო გვიყვარს ფოტოების გადაღება. სავარაუდოდ იქნება ცალკე კუთხე და გარემო შექმნილი იმისთვის, რომ ფოტოსესია გაიმართოს. სამწუხაროა მე მართავ კონცერტს, თორე სიამოვნებით მოვიდოდი რა. გვიან შემოგვიარეთ. გვიან შემოგვიარეთ ხო? მთელი იანვრის განმავლობაში მე ვაპირებ სოციალურ მედიაზე ეს ფოტოების, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზი სანახაობა იქ მე ყოველთვის ესე წარმომიდგენია. მეც ასე წარმომიდგენია. და ნუ მე ვაპირებთ უკვე რასაც ძალიან დიდ აქტივობას მთელი მომავალი თვეების განმავლობაში სოციალურ მედიაში. ანუ 31-ში რომელ საათზე დაიწყება საღამო, რომელ საათზე ველოდებით უკვე სტუმრებს და ბილეთების თემაც გვაინტერესებს ბუნებრივია. პირველზე დაიწყება საღამო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძირითადად გვიყვარს ჩვენ რომ შევხვდეთ ახალწელს ყველა სახლში და ბილეთების შეძენა შეიძლება ჩვენთან სასტუმროში. იყიდება უკვე მაგრამ შეზღუდულია უკვე როგორც ვიცი ძალიან ბევრია მსურველი ხო? კი, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა კი ჩვენს. და ამიტომ ამნიკაციანი მაგიდებია დავუშვათ რომ თუ მოდიხარ დიდი ჯგუფით რომ ერთად მოხდე მაგიდაზე. 4 ადამიანიდან 10 და 12-იანი ანუ გასაგებია ესე თუ 12 მოდიხართ გაქვს საშუალება მაგიდა. კი ბატონო, ერთი მგვალ მაგიდაზე შეიძლება 4 ადამიანი 4 კაცელი მაგიდა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში აქამდე რა პრაქტიკაც ქონია თითქმის მინიმუმ 10, 8, 10, 12 ადამიანის მეგობრები ოჯახის წევრები იკრებებიან ხოლმე და შესაბამისად უფრო ესე. იდეაში ალბათ სულ ყველა იცნობს ერთმანეთს ვინც იქ მოვა. ნახეთ. ახეთ ევროკავშირი ისმის ახლა ჩვენს 10 ნამდვილად ფანტასტიკური საახალწლო
ალბათ საუბარი ერთამდე დავითვარე და ახლა დაიწყო ჩვენი ახალი ეპოქის. ახალი ეპოქის ნოლიდან ზემოთ. მე მგონი საუკეთესო დასასრულია ჩვენი დღევანდელი გადაცემის არაჩვეულებრივი არაჩვეულებრივი დასაწყისია მე ვიტყოდი. წლის არაჩვეულებრივი დასაწყისი და არაჩვეულებრივი საახალწლო საჩუქარი ევროკავშირის. ყველაზე დიდი რაჩვეულებრივი ყოფილიყო მათ. საჩუქრებზე ვლაპარაკობთ. ის ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის და მე მგონი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და გვექვის ბეთჰოვენის შვენიერი მუსიკა. და არაჩვეულებრივი საჩუქარი რადისონ ბლუივერიასგან დავუბრუნდეთ ისე თემას. ჩვენ ვისაუბრეთ ბილეთებზე, ვისაუბრეთ რომ შეგვიძლია მივიდეთ პირველ საათზე უკვე, იმიტომ რომ სახლში შევხვდებით ოჯახის წევრებთან ერთად, შემდეგ მივალთ. ბუნებრივია გაგრძელდება ალბათ დილამდე, ხო? და ბოლოს უკვე იქნება DJ. მე გვაქვს ასევე ბაბათი დავამტკიცე. სპეციალური შეთავაზება, ვისაც სახლში წასვლან ნაბახუსებზე ასე ვთქვათ არ ანუ სერვისს თავაზობთ? კი ბატონო, ანუ ჩვენ ლამაზ ნომრებში იქვე ყველა ბევრ ქართულ ვინოს დავდეთ, ბევრ კონიაკს, ასე შემდეგ და იქვე შეგვიძლია დავიძინოთ. და მეორე დღეს ალბათ სპაში შეგვიძლია. თამაშის მოყვარულებს სხვადასხვა იმ ეპოქაში ძალიან თამაში იყო, შეგვიძლია სამორინაში ჩავბრძანდეთ. რა თქმა უნდა, კიდე არის გაკეთებული გვიან საუზმე და სპეციალური ნაბახუსების საუზმე, სადაც ანუ ესეთი კერძები არასტანდარტულად რაც გვაქვს, ხომ ჩვენ საუზმეზე არამედ შერჩეული. ბევრი ქართული კერძები და გვიანობამდე, ანუ სულ პირველად გვიან გავიღვიძებთ, შესაბამისად საუზმეც იქნება გვიან. კი ბატონო, ასევე შეგვიძლია ლოგინში მოგართვათ და ასე ანუ 6-4 ასე ვთქვათ. და ევროპაში ძალიან მიღებულია ესეთი ფორმატი, როდესაც სასტუმროში აკეთებენ საახალწლო სადილ ბახშამებს, შემდეგ შეგიძლია ხშირისტუბარი იქნება დარწმუნებული. სასტუმროში და მეორე დღე სპაში გაატარო და ჩეკაუთი და ძალიან ის არის რა მიღებული, იმიტომ რომ შობას ხვდებიან უფრო სახლებში და ახალ წელს უფრო გარეთ. თუ გახსოვს ეგეთი იყო კანიონ გარბომონგი ზღაპარი გახსოვს? ის არ მოგვივიდეს დილას. არა, ჩვენ უკვე ვთქვით რომ ძალიან ბევრი მსურველია და ძალიან ცოტა ბილეთი არის დარჩენილი, მაგრამ თავიდან, როდესაც გადაწყვეტეთ აი ესე იდეა რომ მოყევი ძალიან საინტერესო ისტორია, რომ უცბად გაჩნდა იდეა სულ რაღაც 15 წუთის ფიქრის შემდეგ. იყო რაღაც ეჭვები ან რისკიანი ნაბიჯია, იმიტომ რომ მაინც ამოვარდნილია იმ საღამოებიდან, რომელსაც რადისონი წლების განმავლობაში აკეთებდა და აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკის არის. აი, პირველად იყო ჩემი 8 წლის განმავლობაში, რაც რედისონში მუშაობ, პირველად იყო შემთხვევა, როდესაც სრული ანუ ეს რაღაც 8 კაციანი ჯგუფი, ნუ ის კითხვის ნიშანი არ ყოფილა. ერთმანეთს მიიღეთ გადაწყვეტილება. გულახდილად. სულ იყო ყოველთვის. ვინ თქვა, მიხوار გახსოვთ? აი, იცით როგორ იყო ეს რაღაცა სხვადასხვა მესჯები. რაღაცა ყველა ადამიანმა მიიღო თავისი მონაწილეობა. ყველამ და რაღაცა შემდეგ აღარ გიფიქრიათ ღირს თუ არა, ხო? გადაწყვეტა იქიდან გავედით და დავიწყეთ ტექნიკურად ამის აწყობა. მართლა ანუ ყოველთვის ყოველ წელიწადს აი იქნება არა ვიღაცას კითხვა. ნუ ეს ამ სეგმენტზე არის სულ არის ხო? ანუ ამ შემთხვევაში არ იყო და ნუ აი ძალიან ეს ამ შემთხვევაში მარკეტინგულზე მეტია, რაც ისედაც დევს, ეს არის იდეა, რომელიც სულ სივრცეში იყო და უბრალოდ იმ დღეს თქვენ და მე ყოველგვარი თამდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ალბათ სერიალ ტიფლის დიდი წვლილი მიუძღვის ამ იდეის, ასე ვთქვათ. ყველაზე პოპულარული სერიალი, მე ვფიქრობ, რომ და ყველაზე ხარისხიანი, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერები ვართ და გაგვიხარდა, რომ დაგვთანხმდნენ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ნაბიჯი იყო. მაყურებელში და დავუშვათ მომხმარებელში, რომ ეს თემა შეიძლებოდა აქტუალური ყოფილიყო, ეს სერიალი ამას განსაზღვრავს. კი, სერიალი ამას ეხმარება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა იქონია იმის თალკე რომ სხვა, ანუ არ დაკავშირებული რო არ ყოფილიყო ერთმანეთთან, შეიძლება ეგეთი აქტუალური არ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ხო, სერიალი ძალიან დიდ როლს თამაშობს. რამდენხანი ადვერტაიზინგია გაკეთებული ამ ივენთისთვის სერიალს? ხო. რა თქმა უნდა, ხო, ნუ ამას ტიფლისის გარეშე კი გვექნებოდა რა ძველი თბილისი მე-19 საუკუნის კარგი ღონისძიება გამოვიდა ნამდვილად, მაგრამ აქ ზუსტად ის პეცი, მე ვფიქრობ, არის ზუსტად ეს ტიფლისი სერიალი. სადაც ჩანს ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ ტიფლისის თავს გუნდს შემოქმედებით დიდ მადლობას ვუხდით. ისინი თუ არიან დაპატიჟებულები. რა თქმა უნდა, შემოქმედებით ჯგუფი და როგორც სალომე მაგდიჩ და მხატვრები თავად და დიზაინერები თავად არიან ჩართულები თვითონ ამ ორგანიზებაში, ხო? იმიტომ რომ მათი აზრი ბუნებრივია ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ გამოცდილება მაინც თავის კი, რა თქმა უნდა, ბევრად კომპეტენტურები არიან, გაუკეთებიათ, გვინახავს, ხედავთ ძალიან კარგი. რჩევას მოგცემდით, სადღაც ფონად
შეიძლება საუნდტრეკის ლეიტმოტივებიც ჟღერდეს. კი, მე აღნიშნე, რომ შემოსასვლელში იქნება აუცილებლად ტიფლისის საუნდტრეკები, აუცილებლად. ესე იგი, მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ტიფლისის მსახიობებიც ნახვა. ხო და ეს არის საინტერესო. მე დავტოვოთ ეს სურპრიზად ხო? საერთოდ ანუ რაღაც სურპრიზი რო გველოდება ეს ფაქტია. მოგზავნით აუცილებლად და ბევრი სურპრიზი გველოდება ისიც ახლა თქმა ნამდვილად რაღაცა მინდა დავიტოვოთ. ახალი სურპრიზის გარეშე არ არსებობს. რა თქმა უნდა. სეგმენტი ახსენე და ბუნებრივია, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება, ფიქრობ, ვიზი არის გათვლილი ესე თუ ის პროექტი, ხომ? აი ტიფლისის შემთხვევაში თავარი მომხმარებელი, თავარი სეგმენტი ვიზეც იყო გათვლილი. ნუ იქიდან გამომდინარე რომ ფასი არ არის იაფი და არც ძვირი რეალურად ხო სახელმწიფო ძვირია. ხო, ნუ სახელმწიფოს მე თავი რაში 350 ლარი. 150 არა. 250 ლარი, 250 ლარი, ქართულის უფრო უმაღლესი დონის და სასმელი გარკვეული რაოდენობის ადამიანზე. ჩვენი სეგმენტი, ჩვენი მომხმარებელი, რომლებიც პრინციპში დადიან ან ჩვენ სხვადასხვა უმამიში ოქსიჯენში, ფინინში, ჩვენი რესტორნები და ასევე ადამიანები, რომლებიც ყოველ წელს დადიან. მე ვფიქრობ, რომ ამ წელს განსაზღვრად იქნება კიდე უკაცრავად სხვა სეგმენტი, რომელსაც აი ტიფლისის ფანი მაყურებელი, ხო? მაგალითად მე ვარ ერთ-ერთი და სადმე რომ ეს შემოთავაზა აუცილებლად არც დაფიქრდები. ხო, ტიფლისელები ვართ, ყველანი ფანები ვართ და დარწმუნებულად სრულიად საქართველოს. ხო, უბრალოდ 230 კაცი არის შეზღუდული, თორე ნამდვილად არ გვაწევს საშუალებას ტერიტორია მეცე გავაკეთე. არის თქვა რაღაც დამატება გინდა და დავამატებდი იმას, რომ ჩვენ სოციალურ ქსელიდანაც გამახმაურებას რო უყურებთ, რა კატეგორიის ადამიანები ინტერესდებიან, ასაკი ნამდვილად ანუ იცვლება, ანუ როგორც მერყევია ნამდვილად არ არის განსაზღვრულად ან ახალგაზრდები მაინც და მაინც, ანუ ყველა სეგმენტი რეალურად აქტიურობს ამ შემთხვევაში, ამიტომ ვერ განსაზღვრებთ ესე კონკრეტულად სეგმენტს. ვინც თემატიკით არის დაინტერესებული რეალურად და ესეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. და რა არის საინტერესო, აი თვითონ სტუმრებს რა ურჩიოთ, სად შეიძლება ესეთი კოსტუმები როგორი საჭირო თემატიკა მოიპოვონ. აი, ეხლა დღესდღეობით ვფიქრობდი გულახდილად ამაზე. მე მაქვს იდეა და ვეცდები რომ განვახორციელოთ ამასაც ჩვენ Facebook-ის გვერდზე დავდებ თუ შევძელი ამის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ადგილი, სადაც შეიძლება გავაკეთოთ, შეიძლება უბრალოდ ამას ძალიან ვეცდები. იყოს ადგილი, სადაც გავაქირავებთ ასე ვთქვათ კოსტიუმებს. თუ არა და ჩვენ Facebook-ზე აუცილებლად დავდებთ ადგილებს, სადაც იმ მისამართებს, სადაც შეიძლება მსგავსი ტიპის არის ესეთი საქართველოში ძველი ნამდვილად არის სამოსელი პირველსაც აქ მე მგონი კი, არის ეროვნული სამოსის სახლიც და მოკლედ არის რაღაცა. კი, ძალიან ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება მსგავსი კოსტიუმი იქირავო. მაგრამ აი აუცილებელიც არ არის იქირავო, იმიტომ რომ თუ რაღაცა კრეატივი გაქვს, შეგიძლიათ ძალიან მარტივად შექმნა ვინტაჟური კაბიდან ძალიან ლამაზი სამოსი. იმ ეპოქისთვის შესაბამისი კოსტიუმი. და ისევე დეტალი, ვუალი, ვთქვათ, ასე ვთქვათ რაღაცა ან არცი სამაჯურების ბუმბულებით რაც იყო მაგ დროს, აი რაღაც პატარა დეტალი შეიძლება ჩვეულებრივი შავისა და კაბაც გავაცოცხლოთ იმ ეპოქაში. კი, ძალიან არის ძველი. ხო, აქსესუარსაც შეუძლია და იმ ეპოქასთან რაღაცა დაკავშირების აქსესუარებში თუ მოვიჩხრიკებით, მე მაგალითად ძალიან ბევრი მაქვს. სკივრის გაღება და ძველი ნივთების ჩემ ოჯახში პირადად შემონახულია ძველი აქსესუარები, რომელსაც მე აქტიურად ვიყენებ ასე რომ შეიძლება გამოგადგეს თუნდაც 31 დეკემბრის და არა მხოლოდ. არა მხოლოდ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ სტუდიაში მობრძანებისთვის. ფაქტია რომ უკვე წარმატებული იქნება და ადვილი წარმოსადგენია, რა მაგარი იქნება ეს დროში მოგზაურობა. კი, ყოფნა ერთი ბედნიერება იქნება. სტუმრეთ აუცილებლად. დავუწყავთ. წამყვანი აუცილებლად უკვე ხართ კოსტუმირებული ჩემი პერსონაჟი პერსონაჟი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მოდი ჩვენი გადაცემა დღევანდელი წინასწარ დავასრულოთ ისევ მნიშვნელოვანი თემით, რაც ცნობილი გახდა უკვე ჩვენს ქვეყანაში, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია მიიღო. ჩვენ თქვით რამდენიმე წუთში პრემიერი პირდაპირ ეთერში მიმართავს ტელემაყურებელს სრულიად საქართველოს მიულოცავს ამ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს, ასე რომ დარჩით GDS-ზე ჩვენ გემშვიდობებით, თქვენ კი თვალყური ადევნეთ ახალ ამბებს, ყველაზე მნიშვნელოვანს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ორ შაბათამდე. ბედნიერ შაბათს გემშვიდობებით. ნახვამდის.